განხილვის თემა მმართველი გუნდის ინიციატივა წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე ისინი გეგმავენ შექმნან საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისია. მათი თქმით, ეს კომისია ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდზე პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოამზადებს. 2003-2012 წლებში მომხდარი მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია საკანონმდებლო ორგანოში 6 თვის განმავლობაში იმუშავებს. დასკვნებსა და რეკომენდაციებს დეპუტატები საშემოდგომო სესიის დასრულებისთანავე გამოაქვეყნებენ. ოპოზიციური სპექტრი აცხადებს, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი კომისიაც არალეგიტიმური იქნება. მათი თქმით, აღნიშნული თემა საზოგადოების ინტერესის სფერო არაა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მთავარი კითხვები მათ აქვთ გაყალბებულ არჩევნებზე. არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი კომისია ვერ იქნება ლეგიტიმური, შესაბამისად ამ კომისიის შექმნაც კი სასაცილოა. გარდა ამისა, ქართულმა ოცნებამ ვინ უნდა გამოიძიოს მაშინ, როდესაც ყველა რეჟიმის შემქმნელი, ვის გამოძიებაზეც საუბრობს, გადმოყვანილი ყავს მის რიგებში, შესაბამისად ქართულმა ოცნებამ გამოძიება უნდა დაიწყოს პირველ რიგში საკუთარი თავით. ვის გამოძიებასაც ქართული ოცნება აპირებს, ისინი ჩადიოდნენ დანაშაულს მანამდეც და დღესაც ეს ადამიანები ჩადიან დანაშაულს. სამართლებრივად ეს არის ნონსენსი, იმიტომ რომ ყავს სანქცირებული სასამართლო, FSB-სთან მოთანამშრომლე პროკურატურა, რუსეთის და ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურებთან ხელშეკრულების გამფორმებელი სუსი და არალეგიტიმური პარლამენტი, რომელიც ქმნის არალეგიტიმურ საგამოძიებო კომისიას. მე რჩევის სახით მათ ურჩევდით, რომ გამოძიება დაიწყონ ლევან მურუშიძის სახელით და გვარით. იმიტომ რომ ისიც შემადგენელი ნაწილი იყო ლევან მურუშიძით, ლევან გალობლიშვილი. ბუნებრივი ამაში როგორ უნდა მივიღოთ მონაწილეობა? პირველ რიგში ეს არის ლეგიტიმაციის აღიარება და მეორე ეს არის ნონსენსი. მესამე ეს არის პოლიტიკური დევნა და მეოთხე ეს არის უნამუსობა. ამ ადამიანების ხელისგან გასასამართლებელი არავინ არ დადის ამ ქვეყანას. ჩვენ რა თქმა უნდა მივიღებთ მონაწილეობას ამ საგამოძიებო კომისიაში, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და აუცილებლად 6 თვის თავზე ბევრი გამოძიება არ დაჭირდება იმას, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა არის დამნაშავე პოლიტიკური ორგანიზაცია. საერთაშორისო სასამართლოებიც კი არამხოლოდ ქართული ადასტურებენ, უკვე მტკიცებულებები არის იმის, რომ სისტემური დანაშაულები იყო ჩადენილი კოლექტიური ნაცმოძრაობის დროს. ეს მოგცემს იმ საშუალებას, რომ ქართულ პოლიტიკას აუცილებლად უნდა ჩამოცილდეს კოლექტიური ნაცმოძრაობა. ჩვენ მივეცით დაპირება ჩვენს მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად მოვახდენთ ნაციონალური მოძრაობის ლუსტრულებას, მოვახდენთ მათ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, თუ ამის საჭიროება იქნება და გამოიკვეთება კომისიის მუშაობის დროს, ისევე როგორც რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისაც, რომ ნაციონალური მოძრაობა როგორც რეჟიმი გამსამართლეს სამართლებრივად, რასაც მიმდინარეობს და გრძელდება კონსულტაციები, ვინ ხელმძღვანელებს გულს, ვინ იქნებიან ამ კომისიის წევრები, ოცნების მხრიდან უახლოეს მომავალში გაიგებს საზოგადოება. ოპოზიციას ექნება სურვილი შემოვიდეს პარლამენტში, განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობას და იმუშავოს ამ კომისიაში, რა თქმა უნდა ძალიან გავიხარდება.